აბა როგორ მყავხართ ჩემო საუკეთესო ადამიანებო. რა თქმა უნდა ტრადიციისამებრ გიგზავნით მადლიერებას, დადებითი ენერგიებს ვითვალოთ თქვენთაგანს და მოკლედ დღეს გავაკეთოთ ორ ვარიანტზე ასეთი ტიპის გაშლა. რას მოგვიყვება ტარო თქვენს ცხოვრებაზე, ხო? თავისით რასაც გვეტყვის, მოკლედ მივყვეთ იმ ამბებს. ეს რა გადამიფრინდა, ვის ეჩქარება და ვის ჭირდები? აბა თქვენ თუ მიხვდებით ვის ვჭირდები, ნუ ახლა ვის დავჭირდები? აგერ ამ წუთას განთიადის პირია, 5:30-ია ვიდეოს რომ გიწერთ ბატონებო და ქალბატონებო. ახლა მოვჭი გარკვეულ რაღაცებს და ძალიან მიხარია რომ გოგონები მოდიან აბსოლუტურად ისეთი აი ჩამოყალიბებული მიზეზით რომ მე მჭირდება ფეხზე დადგომა, მე მჭირდება კარიერული წინსვლა, მე მჭირდება განვითარება, მე მჭირდება ყველაფერი საუკეთესო ჩემთვის და ეს არის ყველაზე მთავარი ჩემთვის, ესაა მესიჯი. როგორ ისე ხო შეიძლება ხა მე ვიდეოში ძალიან ცუდად გაჟღერდეს ეს ჩემი ხმა, ხო ისეც ახლოს ვარ ეკრანთან, მაგრამ ის მიზანმიმართულად აქცენტი დავსვი ამ სიტყვაზე, იმიტომ რომ როგორც წესი სხვა ადამიანები აინტერესებდათ ხოლმე და ახლა ეს ტენდენცია თლიანად პრაქტიკულად შეცვლილია და ადამიანებს აინტერესებთ მხოლოდ თავიანთი ცხოვრების გაუმჯობესება, რასაც მხოლოდ მივესალმებთ. აი ზუსტად ეგეთი ბრძენი, ჭკვიანი, არ ვიცი, სამყაროსთან გარიგებებში შესული ადამიანები მყავს მე და არც მიკვირს რომ ეს თავისით გადაფრინდა. ნახოთ ახლა ორ ვარიანტზე, იყოს აგერ ეს სუფრის პალიტრაში, ფერების პალიტრაში ჩამჯდარია სამისფერი პირველი ვარიანტი, მეორე ლურჯი სანთელი და დავიწყოთ. ვისთვის არის გაშლა უკაცრავად მენდეთ სიტყვაზე, შემთხვევითობის პრინციპით ამოვიღებ ნამდვილად არკანებს, უბრალოდ ძალიან რთულია, რომ ეხლა მე თქვენ ეკრანის წინ გიტრიალოთ ხელები ექსტრემალურ სიტუაციაში ვწერ, ცოტა სივიწროვია იქ, სადაც ვწერ, აი აგერ ეხლა ამ არკანს ამოვიღებ, ვისთვის არის ეს გაშლა, ორი არკანი ამოყვა და იყოს კი ბატონო და დანარჩენი მენდეთ რომ ნამდვილად არ მოგატყუებთ. ოხო, ქურუმი ქალი გადმომიფრინდა, განდეგილი აგერ მყავს და აგერ მაქვს ბედის ბორბალიც, რა საინტერესო ხალხი მიყურებთ. ნეტა რატო არ მიგვირს, ხო? არ ვიცი, ამას წინათ გაშლებშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ არ ვიცი, 21 საუკუნის დიოგენეები მყავხართ, თუ როგორ არის, რომ თქვენს ბედს და თქვენთვის საინტერესო ადამიანებს შუა სინათლეში ფანრით ეძებთ, მაგრამ ნუ ამას ახლა დიდად არ გავეკიდოთ, მოდით და დავიწყოთ ვისთვის არის ეს გაშლა, ხო თქვენი სიგნიფიკაცია. ბედის ბორბალით რომ ვთქვა, ანუ საჯარო გაშლა და ორივე უნდა დავახასიათო, ხო? ცეცხლის სტიქია გასაგებია, შესაძლოა საქმიანობის სფეროს მიხედვით ჩემი ასე ვთქვათ, კოლეგები ბრძანდებოდეთ, ასევე ბრალმდებლები, ანუ რაღაც ეს სამართლებრივ ნაწილში. სხვათა შორის არ გამიკვირდება, რომ კაპიტანიც იყოთ, საზღვაო კაპიტანი რომელიმე თქვენგანი, ზოგადად მესაჯე პილოტი და ასე შემდეგ. და კაზინოს თანამშრომელი. ნუ პოლიტიკა ხო ეს თავისთავად და სხვა შორის სავალუტო სფეროს წარმომადგენლებიც. ახლა რაც შეეხება ნახეთ, თქვენ თვითონ ხართ, აი მოსიარულე იღბლიანი ბილეთი, მოსიარულე შესაძლებლობა, მოსიარულე შანსი, ხო? რომელიც აი არ ვიცი, საკუთარი თავისთვისაც, სხვისთვისაც არის ერთგვარი საბედისწერო მოვლენა. კარგ ნაწილში, თუმცა არ ვიცი, ვიღაცებისთვის შეიძლება არც თუ სასიამოვნო საბედისწერო ამბების დამტრიალებლები ბრძანდებოდეთ. ძალიან კარგად გამოგდით სირთულეების გადალახვა, ძალიან კარგად გამოგდით, ასე ვთქვათ, პრობლემების თავის გართმევა და აი როგორ გითხრათ, ბედი თქვენთან ერთად დადის, აი ქუდბედიანიაო რომ ამბობენ ხოლმე, ხო? იცით, აი რაღაცა დაახლოებით ეგეთი ენერგიების მატარებლები ხართ. რაც შეეხება განდეგილის არკანს, ნუ ეს იცით რომ მიწის სტიქია და ესეც სახა ვიღაცაზე გადათამაშდება. მაპატიეთ საქმიანობის სფეროებს რომ შევეხოთ და აღნიშნოთ, არ ვიცი, შესაძლოა ასევე ჩემი კოლეგა იყოთ, ფილოსოფოსი ბრძანდებოდეთ, ფსიქოლოგი ბრძანდებოდეთ, მიყურებდეთ პედაგოგი, ლექტორი, არის საგანმანათლებლო სფეროსთან სიახლოვეში მყოფი ადამიანი, ასევე ისტორიკოსი,
და სხვათა შორის თქვენ წარმოიდგინეთ და დროსთან აი რაც კი ასოცირდება ვთქვათ საათია თუ რა ვიცი რაც არის რა დროსთან დაკავშირებული აი ამ სფეროს წარმომადგენლებიც ამიტომ თქვი ზუსტად ისტორიაც რომ ნუ ჟამთა აღწერილი ასე ვთქვათ ხო ძალიან საინტერესო ადამიანები მიყურებთ ნამდვილად ორი მაღალი არკანით ესე ჰაერზე არასდროს არ ამოდიან ადამიანები მით უმეტეს მანამდე გადამიფრინდა თავისი გურუმი ქალი და ნახოთ რა ისტორიას მომიყვება ტარო ხო კი გითხარით რომ ახლა თქვენს ვერავ ჩეხავ ისეთ სივიწროვეში ვართ ხო მაგრამ ნუ ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო ხო მიცით ხო და აგერ ასე ვნახოთ ახლა რა ამბავს გვიყვება ტარო სამი არკანით ვნახოთ და მე თუ დასჭირდება ასე ვთქვათ დამატება და დაზუსტება რაღაცებს ჩვენ ხო გვიყვარს ეს ყველაფერი სიზუსტით მე ვნახოთ რა როგორანაირად დედა ეტლის არკანით არ როგორი ეტლის არკანია აქ ნახეთ ისეთი რა დამშვიდებული დაწყნარებული მაგრამ მე ეტლი მაინდა-მაინც რაღაცა მთლად ისე ომახიანად არ არის ცოტა მინორული ნოტის განწყობით იყურება სფინქსებით სადღაცა იხედებიან მოკლედ რაღაცა ხდება მეტყლის წინ ხო ყველაფერს აკონტროლებს ყველაფერი კარგად არის ყველაფერი წესრიგშია არ ვიცი ყველაფერი ისია როგორც უნდა იყოს მაგრამ რაღაცა მაინც ისეთი პატარა უკმაყოფილების გრძნობა აქვს აქ გვაქვს ორიანი თასები და გვაქვს 10-იანი თასები რას გვიყვება ტარო მეგობრებო არ ვიცი თქვენ ცხოვრებაში შესაძლოა შემოსულია უკვე ძალიან დიდი გრძნობა რომელიც დაიწყო მეგობრობით გადავიდა მე გარკვეულ სტაბილურობაში ასე ვთქვათ და უკვე ფიქრობთ ოჯახზე უკვე გინდათ რაღაც სტაბილური ხო უკვე გინდათ იდეაში რომ დაგიგმავთ სამომავლოდ რომ აი ახლა სადაც არის ხელს მთხოვს ხო სადაც არის ასე ვთქვათ რეალურ სახეს მიიღებს ის ჩემი ოცნებები, ჩემი ფიქრები, ხო, ჩემი იმედები, რაც მქონდა ამ ურთიერთობასთან დაკავშირებით, მაგრამ თითქოს რამე აგვიანებს, ამიტომ ხართ რაღაცა წამხდარი ხასიათით, რამე პრობლემა გამოიკვეთა მერე თუ აბა მანახე რას უკავშირდება ეს თქვენი შედარებით ისეთი მინორული სახე თასების რაინდი ორიანი კვერთხები კვერთხების პაჟი თასების მეფე აქ რაღაცა მგონია რომ არჩევანის კონკურენციის თემა ძალიან აქტიურად მოდის აქ მგონია რომ რაღაც ბარიერები არის რა ბარიერები არის მან პენტაკლების დედოფალი თქვენ ფლობთ სიტუაციას თქვენ გრძნობა გაქვთ სხვა შორის იმ ადამიანსაც აქვს გრძნობა თქვენთან მაგრამ აქ მესამე ფაქტორები არის და ეს ყველაფერი დიახ კი ბატონო ბარიერები უშლის ხელს იმას რომ თქვენ და გაოფიციალურდეთ ანუ ის დიდი აღტკინება, დიდი აღმაფრენა, დიდი აღტაცება ის რაც მოკლედ არ ვიცი, აი სასწაულს გმართებთ და ერთი დიდი თავგადასავლის დასაწყისში გრძნობთ თავს, ხო, რაღაცა თითქოს წინ ვერ მიდის და ერთ ჩარჩოში ტრიალებს, ხო, ვიღაცა თავის ძველ სიტუაციებს ვერთმობს. ამბობს რომ ეს ჩემი ტვირთია, ამბობს რომ ეს არის ჩემი, არ ვიცი, ჯვარი რომელიც უნდა ვატარონ, როგორც იციან ხოლმე, ხო, ხა პატარა ბავშვები არც ერთი არ ვართ, მე კიდევ იმდენი მაქვს მოსმენილი, რომ რაღაცა მე რა ყველაფერი ვიცი არა კაცო, ჯვარი ხა ესეთი სულელი არ ვარო, ყველაფერი ვიცოდე. ანუ რომ ვიცი, ხო, რა სიტუაციებია 99%-ში ურთიერთობების, რაც მე ადამიანები მიყვებიან, უცებ ვყვები ხოლმე რა, მგონია რომ ყველამ ზუსტად ისე იცის და იმ დოზით. რაც ხდება დღეს სამყაროში. ხო და ნახეთ როგორი მომენტია თქვენთან ეს ადამიანი თავის ოცნებებს, თავის აი როგორ გითხრათ, განცალკევებულ სამყაროს იქმნის რა, სადაც აბსოლუტურად ყველა პასუხისმგებლობას იხდის. ყველა შიშს იხდის. ყველა ზედმეტ არა სასარგებლო და არასასიამოვნო სიტუაციებს ასე მიაგდებს სადღაც
საკუთხეში და სრულიად ისეთი აი როგორ გითხრათ გათავისუფლებული მშვიდად და წყნარად გრძნობს თქვენთან თავს. ოღონდ ამის მიღმა მეტი არაფერი მიდის და ეს თქვენ ძალიან გულს გტკენთ. თქვენ გინდათ ემოცია, თქვენ დუხართ, გადმოდუხართ და თითქოს იცით როგორი მომენტი გაქვთ, რომ ვეღარც აზიარებთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ თქვენ გინდათ ამ ყველაფერს მიეცეს სწორი ფორმა, რომელიც აგიხდენთ ოცნებებს, სხვაზე დავფარავთ ითით და გადავდებ იმ ოცნებას, რომელიც, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ჯანსაღ და ნორმალურ ადამიანს უნდა, ხო, რომ გქონდეს ურთიერთობაში. გინდათ ენერგიების გაცვლა, გამოსვლა, ანუ ნახეთ, მე რა დოზითაც გავცემ, მინდა რომ იგივე დოზით მივიღო. მიხვდით? მაგრამ ერთი რამე იცოდეთ, მეგობრებო. არიან ადამიანები, რომლებიც აი ესე უბრალოდ სარკის როლს ასრულებენ, რასაც შენ მისცემ, იმას მიიღებ, საკუთარი არაფერი გააჩნიათ. დააკვირდით რა ვთქვი? ანუ რაც არიან ის, რაც ხართ თქვენ მის გვერდით. საკუთარი მათ არაფერი არ აქვთ. ესეთებიც ხდება და ესეთებიც არიან. შესაბამისად თქვენ გინდათ რომ ანუ მე ამდენ ძალისხმევას რო ვდებ და ამდენ რესურსს მინდა რომ იგივე მქონდეს, მაგრამ აქ ცოტა აღებმიცემობის ბალანსი დარღვეულია. ხო და ცოტა იცით როგორი ენერგიები მომდის, რომ აი თითქოს უკმაყოფილო ხართ. აი ვერ ხედავს თითქოს ჩემს გაკეთებულ ამ ყველაფერს და იმის ეჭვიც გაქვთ, რომ მატერიალურად გიყენებთ და თავს იცავთ. კი. აქ ეს მომენტიც გიტრიალებთ, რომ ვიღაცას აინტერესებს არა თქვენი ემოცია, არამედ თქვენი სტაბილურობა, თქვენი რაღაც ფინანსური ნაწილი, ეს ეჭვები გრღნით, ძალიან გრღნით და თითქოს აი დასჯის სურვილი გაქვთ, რომ ეხლა მე შენ გაჩვენებ, ხო რაღაცა ესეთი მომენტები მომდის. სამომავლო ენერგიები მანახე. შეიცვლება რამე. სხვათა შორის დიდი ალბათობაა იმის, რომ ახალ საფეხურზე გადახვიდეთ ურთიერთობის ეს თქვენი ეგრეთ წოდებული გაჭედვა, თქვენი ეგრეთ წოდებული სიხისტე და პატარ-პატარა სადამსჯელო ღონისძიებები, როგორც ჩანს, შედეგს გამოიღებს და კი ბატონო, მიხვდება მეორე მხარე, რომ ეგრე არ გამოვა. ცოტა ხანში ან საერთოდ დამემშვიდობებიან და ბაი-ბაის მეტყვიან, შენი გზა ნახეო, თუ არ ვიმოქმედე, თუ არა და მაშინ უნდა რაღაცა შევცვალო და ის აუცილებლად შეცვლის. ვერაფრით ვერ გთმობთ, მეგობრებო, თქვენ მისთვის აი აბსოლუტური სიახლე ხართ, ესეთი ენერგიები, ესეთი ემოციები, ესეთი განცდები, აი თითქოს არავისთან გქონია, როგორც თქვენთან აქვს, არ აქვს მნიშვნელობა მამაკაცები მეყურებთ თუ ქალბატონები, ხო? ყველაფერი ძველი მოიტოვა თქვენს მერე უკან, აი როგორ არის, თქვენს მერე ცხოვრება გაიყო, თქვენამდე და თქვენს მერე. მიხვდით, აი ესე ციკლებად გაიყო მისთვის ცხოვრება და ვეღარც წარმოუდგენია უთქვენოდ საერთოდ რა და როგორ უნდა გააკეთოს. უთქვენოდ შეუძლია ყოფნა, რას ფიქრობს აბა უთქვენოდ მანახე. რა შეუძლია აგერ. იდეაშიც კი ვერ უშვებს, ასე გონია რომ თქვენს გარეშე ყველაფერი დასრულდება და ცოცხალი მკვდარი მოსიარულე ფიტული ივლისი. აი ასეთი ამბავი მოგვიყვა პირველმა ვარიანტმა, მადლობა პირველ ვარიანტს და ვნახოთ ახლა მეორე ვარიანტი. რა თხზულებას, რომანს, ან სულაც საგამოძიებო ჟანრის ნაწარმოებს მოგვიტანს აქ, ხო? ვნახოთ, აბა ვნახოთ. ისე გულიანად ავჩეხე. ეს დასტარო, აი რა გითხრათ. ვისთვის არის გაშლა? ვაი. ბუტე გაგებუტე აღარ გეთამაშები. ოი. მეგობრებო, ახლა კარგად მომისმინეთ. თქვენი მოტორული ფუნქციები ხომ მშვიდობაშია და სიკეთეშია ჯერჯერობით და ნორმალურად არის ნეტა. აქ ისეთი დეპრესიული და სტრესული ფონი მომდის, რომ რაღაცა მგონია რომ აქ უბრალოდ მსუბუქ ნევროსთან და დეპრესიისკენ მიდრეკილებასთან კი არა, კაი გვარიან აშლილობებთან მაქვს საქმე.
არ მგონია ეს თქვენი სიგნიფიკაცია იყოს, იმდენად არის თქვენი ენერგია, ასე ვთქვათ, აი დატენილი ჯარაღებით, რომ ამ ვიბრაციებს გამოსცემს და ენერგიებს მიყვებით თქვენ შესახებ. კაი. ძალიან გთხოვ, ერთი არკანი თუ უბრალოდ მანახებ, ვინ არის, ვისზე ვუყურებ გაშლას, ეს რატო ამომიბზრიალდა? ასე არასწორად ჩავდე წაღა. პენტაკლების დედოფალი. მეგობრებო, არ ვიცი, დაოჯახებული ადამიანი მიყურებთ, ან ყოველ შემთხვევაში გქონდათ უკვე ოჯახი, მოკლედ პატარა ბავშვი ცალსახად არ ხართ. თქვენი გავლილი გზა უკვე მხრებზე გადევთ, თქვენს ანგარიშებზე საკმაოდ წარმატებული ცხოვრება დევს, თქვენ დღეს უკვე თქვენი, ასე ვთქვათ, კარგად გამართული ცხოვრება გაქვთ, ფესვგადგმული ცხოვრება გაქვთ და შესაძლოა საკუთარ ბიზნესსაც მართავდეთ. ვიღაცა შეიძლება საერთოდაც მამულები ქონდეს, ხო, სოფლის მეურნეობასთან კავშირში იყოს, მაგრამ ან სამკუთხედში ხართ გაჭედილები, რისი სუნიც მომდის ჩემდა სამწუხაროდ და ძალიან ნაწყენები ხართ კონკრეტულ ვიღაცა ადამიანზე. ან ზოგადად თქვენ ხართ ძალიან რთული ადამიანი, თქვენ ხართ ისეთი აი დამანგრეველი ენერგიების შემტანი სხვა ურთიერთობებში, ან თვითონ არ ვიცი, პარტნიორს შეიძლება იმდენად უშლიდეთ ნერვებს, რომ თქვენი მუდმივი, ასე ვთქვათ, პიეროს როლში დგომით, რომ არ გაგიკვირდეთ ახლა თუ აი ამ ენერგიების მერე თქვენი პარტნიორი სადმე წავა გინდ ქალი იყოს და გინდ კაცი, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ხო. ნახოთ, არ გავასწრებ წინ მოვლენებს, ან სამკუთხედია საჯაროა გაშლა და რაღაც ესეთი ენერგიები წამომივიდა, აბა რას გვიყვება სამი არკანით ვნახოთ. ტარო რას მოგვიყვება და მერე ჩვენ თვითონ დავსვათ კითხვები, ხო? ილუზიები, ოცნებები, ფანტაზიები. აქ ვნახოთ რა ხდება, ხო? აქ ხმლების რაინდი მყავს, თავდაცვაზე გადასული ამბები მაქვს, კონკურენცია და მოკლედ ზეიმობანია. არ ვიცი, აქ მგონია მეგობრებო, რომ რაღაცას ძალიან თამაშობთ ფასადურად, სხვებისთვის შეიძლება არ ვიცი, იმასაც კიქირაობდეთ, რა ქვია, სპეციალურ ივენთ მენეჯერს და რაღაცა ოცრება ასუფრებს აწყობდეთ, ან ყოველ შემთხვევაში სულ არ გჭირდებოდეთ მენეჯერი და სახლში ისე სპეციალურად ფოტოებისთვის გაშალოთ ისე სუფრა და ისეთი ვიზუალი წარმოადგინოთ, ხო, გარეთ, რომ თითქოს აი ყველაფერი რიგზია კი არა და აი თქვენაირი წყვილი არ არსებობს და თქვენაირი ცხოვრება არავის აქვს, მაგრამ აქ რეალურად დამაგრეველი ენერგიები შემოპარული, აქ რეალურად თქვენ ვიღაცას რაღაცას უმტკიცებს, თქვენ ვიღაცას ეჯიბრებით და არ გამოვრიცხავ, რომ დღესდღეობით გამოძიების პროცესშიც იყოთ, რა ხდება თქვენს თავს და ძალიან ისეთი ეჭვიანობის ფონზე პატარა დეტექტიური ჟანრის ამბებსაც აწარმოებდეთ. მომიყევი. პენტაკლების რაინდი, სიკვდილის არკანი, ბედის. კი ბატონო. აქ შესაძლოა უკვე იცით როგორ სიტუაციამდე ხართ მისულები, რომ თქვენ იცით მოკლედ, რომ ვიღაცა სხვა არსებობს. თქვენ ზუსტად იცით, რომ თქვენს ცხოვრებაში თქვენ მარტო არ ხართ და პრინცესა დიანასი არ იყოს ბრბო ხართ. ამას ზუსტად ხვდებით და ეს აი არ ვიცი, ისეთ მდგომარეობაში გაყენებთ, იქ სიკვდილის არკანი მქონდა აქ აგერათიანი ხმლები მაქვს, რომ მორჩა ყველაფერი დამთავრდა და ის საერთოდ აღარაფერი მინდა. კი ბატონო, შენ არ ხარ ღირსეული იმპერატორი, შენ ღირსეულად არ გიჭირავს თავი და არ მიცავ, მე როგორც იმპერატრიცას, მიბრძანდი ბატონო.
მე შენთან არაფერი გასაყოფი არ მაქვს, მე შენთან არაფერი საჩხუბარი არ მაქვს, შვიდაც წყნარად გადი, მე მოვკვდები და ვრჩები თუ რას ვიზავ, ეს ჩემი გადასაწყვეტია, ისეთი ინფორმაცია მომდის. და ისეთ კონფრონტაციულ გარემოში გიწევთ ცხოვრება. სამშაბლოს არკანით უბრალოდ ელოდებით, რომ ყველა მის პასუხს მიიღებთ. ანუ მე ნახეთ, ენერგიასაც კი არ დავხარჯავ იმაზე, რომ რამე ცუდი უსურვო ვინმე ჩემს კონკურენტს. მეტი საქმე არ მაქვს, ახლა იმაზე ვიფიქრო, აი დაახლოებით ის ენერგიები მომდის, თვითონ სამყარო გასცემს ყველას პასუხს, ხო, მე დაცული ვარ, მე ყველაფერი სწორად მაქვს გვაკეთებული, მე მორალურად მართალი ვარ და იმანი დარდოს ვისაც ამორალური საქციელი აქვს ჩადენილი, ხო, თუმცა ამორალური საქციელიც პირობითია და ვისთვის რა როგორ, ამიტომ ხშირად ვირევით ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენი მოლოდინები, ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი შეხედულებები არის აბსოლუტურად სხვა. სხვა ადამიანი აბსოლუტურად სხვა გადასახედიდან უყურებს და სხვა პრიზმაში განიხილავს ამ ყველაფერს, ამიტომ არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენთვისაც ამორალურია ვიღაცის მორალური იყოს და პირიქით. ბრძოლის ველზე ხართ, ასე ვთქვათ, გაჭრილი, პირდაპირ მნიშვნელობით და აი როგორ ხართ იცით, რომ ხო ასე წარმოაჩენთ, რომ რაც გინდა ქენი, მაგრამ რეალურად ჩემი წილია და აი თითქოს პრინციპის თემა არა, რატომ უნდა დავკარგო. არ დავკარგავ არაფერს. აი ხუთიანი ხმლები აქ ძალიან საინტერესო არკანია და აკვირდით მეგობრებო, ზურგლექცევით არიან ადამიანები თითქოს მდინარისკენ რაღაცას ეძებენ და ამას ხმლები აქვს მომარჯვებული ხელში და აბა ერთი ვინმე რამე გამიბედოს, ხო, დანარჩენი ჩემზეა უკვე დამოკიდებული. გაყოფილი ენერგიებია ცალსახად. სამყაროს არკანით რა გინდა რომ ვითხრა. წარსულს. ყველაფერი იყო წარსულში, კარგად ყველაფერი იყო. ნარჩისო იხსენებდეთ ხოლმე, რომ აი ჩვენ ასე დაალაგებულ დავარცხნილ ურთიერთობებში კი, მაგრამ რა დაგვემართა. კი, მაგრამ რა მოხდა. თითქოს თქვენს თავსაც ძალიან ისეთ სიტუაციაში აყენებთ, რომ თქვენს თავსაც თხოვთ რა პასუხს, რომ რა მოხდა. მესაც შემეშალა. ძალიან კარგი დამოკიდებულება გაქვთ, ანუ არ ეძებთ დამნაშავეს გარეთ, ხო? უბრალოდ თქვენ გინდათ, რომ სიტუაცია გამოასწოროთ, აქ თქვენ დამნაშავეობის და განსჯის მომენტი არ გაქვთ. ძალიან სწორი მიდგომა გაქვთ. ორიანი თასებით გრძნობა არსებობს. მაინც იმედი გაქვთ, რომ მე ამირჩევენ. ნახეთ, აი ნდობა გაქვთ რა, იმიტომ რომ გიყვართ. და სხვათა შორის მარტო გიყვართ კი არა, სიყვარულის გჯერათ. გჯერათ სიყვარულის. გამართლებს თქვენი ადამიანი. სხვათა შორის მასაც აქვს ემოციები, მაგრამ რატომ აქ რა ხდება, რატომ? მაგრამ ახლა აი როგორი მომენტი გაქვთ, იცით, თითქოს რაღაცა პერიოდი გჭირდება თვითანალიზისთვის, თითქოს არ შეიძლება ტექსტითაც ეუბნები, რომ მოდი რაღაც პერიოდი ცალ-ცალკე ვიყოთ და დროს როგორ გავუძლებთ, ნახოთ, ხო? სხვათა შორის ერთი რამე დაიმახსოვრეთ, ვინც მიყურებთ, მამაკაცებაც და ქალბატონებმაც. დრო არ ცნობს მიზეზებს, დროს არ აინტერესებს არანაირი ახსნა განმარტება, დროსთან ბრძოლაში ნუ შეხვალთ მეგობრებო, ყველაფერს შეგიძლიათ ებრძოლოთ გარდა დროსი, დროს ვერასდროს ვერ მოუგებთ. და ურთიერთობა კომუნიკაციის გარეშე პრაქტიკულად არაფერი არ არის და უკაცრავად ახლა 6 თვის მერე რომ დაადგებით პარტნიორს თავზე და ეტყვი რომ იცი რა, აი მე მოვედი იმ 6 თვეში შენ უკაცრავად სად იყავი, მე რა გავიარე, როგორ ვიყავი, რა გადავიტანე, აქ ღალატზე არ არის ლაპარაკი, საერთოდ არ შეიძლება საერთოდ არ აინტერესებდეს იმ ადამიანს სხვა და აზრადაც არ გაუვლია, ფიქრადაც კი არ მოსვლია, რომ ვიღაცა სხვა ანენახა ან ფლირტი გაება ან არა. მაგრამ ის 6 თვე უკაცრავად როგორ გაიარა, სად იყავი, შენ არ დაინტერესდი? მით უმეტეს კაცებზე ვსაუბრობ, თუ მისმენთ მამაკაცები, არ ვიცი მართლა როგორ დეგრადირდა ეგრე სიტუაცია, რომ 70%, 100%-დან მეგობრები რასაც მიყვები და ბიან გაოგნებული ვარ, იმიტომ რომ არ ვიცი პრინცესულა ხასიათის და ტიპაჟის ადამიანები გაჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში, აი ტარიელის ტიპაჟები არიან უფრო, რომლებიც ესეს ხედან და ტირიან და ხმას ვერ იღებენ, გამსავალს ვერ პოულობენ და
არ ვიცი ზოგადად საერთოდ ეს რა მამაკაცური თვისებებია, ჩემთვის ტარიელი ძალიან მიუღებელი იყო ყოველთვის, მაგრამ ტარიელი კიდე ვაჟკაცია და აბსოლუტურად კიდე სხვა დადებითი მახასიათებლების მატარებელია, ვიდრე ვთქვათ ის მამაკაცები, რასაც მე დღეს მონაყოლებიდან ვიგებ და პირად ურთიერთობებში ვხედავ ხო, საახლობლო, სამეგობრო, უამრავ რეალურ кейსს ვაწყდები ცხოვრებაში და აი ძალიან გაოგნებული ვარ, რა დაემართათ კავკასიელ ქართველ კაცებს გონზე არ ვარ და მამაკაცებო სწორად გამიგეთ რა რამე გინდათ ვინ წაგართვათ დომინანტობის ასე ვთქვათ ბუნება და უფლება შინაგანი ბუნებრივად თქვენ ხო ესე ხართ კაცი ასია ნუ ძლიერი და ქალი სუსტი ახლა უკაცრავად ქალებმა უნდა ფიანდაზები დაგიგონ და წითელი ხალიჩა მობრძანდი როგორმეო აი იცი რა შენ რატომ არ მომწერე ბიჭო მე რომ გეკითხები რატო ხა ჩემზე ჭკვიანი ხარ და ჩემზე მაგარი ხარ რომ კითხოს კითხვით პასუხობ თუ მაგარი ტიპი ხარ აბა პასუხი გამეცი კითხოს კითხვით რატომ იბრუნებ დაგესვა მაშინ მანამდე შენ კითხვა ხო ასე რომ მეგობრებო როგორც კი საყვარელ ადამიანს ერთ კვირაზე მეც მიატოვებ თუ ყურადღებოთ არანაირი მორალური უფლება აღარ გაქვთ მე რომ მკითხოთ რომ იმ ადამიანთან მიხვიდეთ და მithumetes საერთოდ მე რამე ან უსაყვედუროთ და რამე მოსთხოვოთ ეს მაინც ჩემი სუბიექტური აზრი რომ დავაფიქსირო კარგი თუ ახლა ის ენერგიები მითხარით ამ თქვენს ცხოვრებაში რას გვიყვება ისევ არჩევანი ისევ ნერვიულობა მაგრამ რაღაცა თითქოს კარგისკენ მიდის ხო, საბედნიეროდ თქვენი ბრძოლა შედეგს მოიტანს მეგობრებო შედეგს და თქვენი ადამიანი თქვენთან დარჩება. არცად არ წავა, ვერ წავა, არ წავა. არ წავა. ის ადამიანი ის მესამე ვინ არის? თაღლითი უარგისია ისეთი ადამიანი ვაი მე რაღაცა ერთი ისტორია მეცნობა თითქოს ახლა და მე მგონი ეს ენერგიები დავიჭირე ზუსტად ამ გაშლაზე არა ეს ადამიანი ჩათვალეთ რომ აი როგორი საშიში როგორი აი როგორ გითხრათ საერთოდ ესეთ ადამიანი აი მსგავსი ტიპის ადამიანების ენერგიებში რომ ხვდება გნებავთ ქალი და გნებავთ კაცი ხო იქ სერიოზული ენერგეტიკული გარღვევა, იმიტომ რომ გამორიცხულია ესეთ ადამიანთან ჯანსაღი ფსიქიკის და ჯანსაღი ენერგეტიკული, ასე ვთქვათ, გამთლიანებული ენერგიის ადამიანი მოხდეს. აი, ნუ არ არსებობს რა ესეთთან. რაც ამ დასტაში ხმლების დედოფალს ახასიათებს ზოგადად. და ნახოთ აბა კიდე, როგორ არის ის მესამესთან რა იქნება ზოგადად ეგ მანახე. ისე კარგად ავჩეხოთ. მანახე აბა. ეს რაღაცას თითქოს ცდილობს, სხვათა შორის ენერგეტიკულ ზეგავლენებსაც მიმართავს, არ ვიცი, ოსტატსაც მიმართავს დიდი ალბათობით დამეხმარე მიშველე, რაღაცებს მაიმუნებს გამოუვა, არაფერიც არ გამოუვა, ეს მდგომარეობაში ჩავარდება. არა, არაფერი არ გამოუვა, ამისი არ შეგეშინდეთ მეგობრებო, უბრალოდ კარგად განერვიულად, კარგად რაღაცა პრობლემებს და თვითონ დარჩება ესე თავზე წაკრული დოლბანდით თავატკიებული და ესე შორიდან შეიძლება დაგაკვირდეთ რა ბედნიერები ხართ თქვენ. ასე რომ ესეთი ადამიანის ენერგიები ახლოსაც არ გაიკაროთ და მაქსიმალურად უფრთხილდეთ, იმიტომ რომ სიტყვას რო ძალაკ ეს ერთია, მაგრამ მეორე ესე ვიღაცებთან რო დადის და რაღაცებს ცდილობს, ხო, ხელით მაინც არ შეახებინოთ როგორმე ის თქვენი საყვარელი ადამიანი. აი ეს მაინც უზრუნველყავით როგორღაც და თქვენს ცხოვრებაში ის საბოლოო ნოტა რო ამოვიღოთ რა იქნება. გამარჯვება, აღიარება, სტატუსის შენარჩუნება და მოკლედ პატივისცემა და ყველაფერი საუკეთესო. თქვენ ამ ომიდან გამარჯვებულები გამოხვალთ, აი ცალსახად გამარჯვებულები გამოხვალთ მეგობრებო და პრინციპში არც გაქვთ არაფერი აი მართლა არაფერი არ გაქვთ სანერვიულო, გასაგებია რომ მძიმე პერიოდებს გადიხართ ახლა და სავარაუდოდ უფრო მძიმე პერიოდი კიდე უკან არის მორჩენილი, წინაც თითქოს რაღაცებს ხლოპატობს ეს ადამიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რაც მაჩვენა ახლა აქ არკანებმა
კი გითხარით კი გითხარით ამოვიღო კიდე ერთი არკანი რა ვიცი აქვს აზრი მაინც კიდე რამე დავაზუსტოთ რაღაცა დაზუსტება გვინდა მე მგონი ყველაფერზე პასუხები მივიღეთ ერთი არკანიც ვნახოთ და ეტლის არკანი და მაგის არკანი არა მეგობრებო ეს ბრძოლა თქვენი მოგებული ბრძოლა აქ ცალსახად გამარჯვებული თქვენ გამოდიხართ და არ ინერვიულოთ არ აქვს მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ვიმეორებ მამაკაცები მიყურებთ თუ ქალბატონები მიყურებთ ყველა შემთხვევაში თქვენს სასურველ ადამიანთან თქვენს პარტნიორთან გვერდით რჩებით და ყველანაირ პრობლემას ყველანაირ ასე ვთქვათ დაბრკოლებას მოიტოვებთ უკან ну რასაც მაჩვენებს ყოველ შემთხვევაში დღეს დასტა მე იმას ვახმოვანებ და იმას გეუბნებით კარგით ჩემო კარგო ადამიანებო ხო რა მინდა კიდევ გთხოვოთ დამიწერეთ კომენტარებში ну ვიღაცები პირადში მწერთ ხოლმე მაგრამ კომენტარებშიც დამიწერეთ ხო ვის რა თემასთან და საკითხთან დაკავშირებით გაინტერესებთ გაშლა რომ ჩემთვის უფრო მარტივია ის საკითხი შევარჩიო რომელიც თქვენთვის უფრო მისაღებია თქვენთვის უფრო საინტერესოა ვიდრე ვთქვათ ჩემით გადავწყვიტო რაღაცეები ხო ну გასაგებია რომ ჩემითაც ვიღაცა მაინც დაინტერესდება აუცილებლად მაგრამ მე მირჩევია ინიციატივა თქვენგან წამოვიდეს თემებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა და გემშვიდობებით ნახვამდის